ავღანეთში ქართველი სამხედროების მორიგი ბატალიონები გაემგზავრებიან. გაცილების ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე და ქვეყნის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მიმართვა ჯარისკაცებს. რა სპეციალური წვრთნები გაიარეს ქართველმა სამხედროებმა და რა ამოცანების შესრულება მოუწევთ ავღანეთში. დეტალები ლიკა ალელიშვილის და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟში. ამაყები ვართ, რომ მივიდივართ საქართველოს ინტერესების დასაცავად ავღანეთის რესპუბლიკაში. ასეთი განწყობით მიემგზავრებიან ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიით ავღანეთში. ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბ-ბინის დაცვა და ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოება. ეს ის მთავარი ამოცანებია, რომლებსაც მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42 ბატალიონის გაძლიერებული ასეული, მე-5 ქვეითი ბრიგადის 52 ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 20-ული ავღანეთში 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ძირითადად მისია იქნება უსაფრთხოება მოსახლეობის და ასევე პირადი შემადგენლობის და ბაზა ბაგრამის დაცვა. რეალური სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება და გვეცოდინება უკვე რა დროს რა უნდა გავაკეთოთ და ეს თითოეულისთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი არის. დადგმული ოპერაციები, ანუ ეგრეთ წოდებულ ავღანურ ქალაქში პატრულირება, ბაზაზე თავდასხმა და მოგერიება, უსაფრთხოებითი და შეტევითი სპეცოპერაციები. ეს იმ წვრთნების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქართველი სამხედროები 5 თვის განმავლობაში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად გადიოდნენ. ავღანეთში წასვლამდე მათ სპეციალური წვრთნები გერმანიაშიც გაიარეს. გავიარეთ 5-იანი უსაფრთხოების მომზადება ქართველ ინსტრუქტორებთან და ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად. 5 თვის შემდეგ წავედით 1 თვით გერმანიაში. იქაც გავიარეთ 1-იანი სწავლება. 52 და 42 ბატალიონების მეთაურებმა დროშა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უკვე გადაიბარეს. ქართველი სამხედროები ავღანეთში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან. ძალიან მნიშვნელოვანი მისიებია, ვინაიდან სწორედ მათ უნარზე, მათ ცოდნაზე და მათ საზრიანქმედებაზე არის დამოკიდებული არსებული დანაყოფების, საერთაშორისო ამერიკული დანაყოფების სიცოცხლის უნარიანობა. ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი ვაზიანში მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ყოველი დღე, რომელსაც თქვენი გაატარებთ, ჩვენ თვალს გადევნებთ ერთდროულად სიამაყით და ამავე დროს თქვენზე ფიქრით და თქვენზე ლოცვით. ისინი არიან ჩვენი სახე და სახელი ნამდვილად მთელ მსოფლიოში და ატარებენ ქართულ დროშას მთელ მსოფლიოში. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძნობდნენ საზოგადოების სრულ მხარდაჭერას. თქვენი ღირსება მუდმივად იქნება თქვენს გულებში. კაცობრიობა, ოჯახები, მშვიდობის მოყვარული ადამიანები მუდმივად ვალში იქნებიან თქვენს წინაშე. თქვენი პროფესიონალიზმი იქნება სათანადოდ დაფასებული. იმედი მაქვს, რომ თქვენი მისიის დრო სწრაფად გაივლის და თითოეული თქვენგანი დაბრუნდება სამშობლოში, საქართველოში. საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით გაემგზავრებიან.